კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის ახალი ამბები 16 საათზე, მე ნინო სალუქაძე ვარ. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა და მოლდოვას ცენზურა დამოუკიდებელ ქართულ მედიას ასე შეაფასეს მართლ გუნდში კიშინიოვის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოსტივის, იმეცსა და რუსთავიორს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134 სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციებზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა. საუბარია საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო პარტიაში კიშინიოვის უსამართლო გადაწყვეტილება არ უკვირთ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც კრიტიკული აზრი მიუღებელია. ქართულ ოცნებაში იხსენებენ იმასაც, რომ მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის გაუქმების მომხრეა, თბილისში 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებს ახალისებდა. მართლ პარტიას გუნდისგან განსხვავებით მოლდოვის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც სამ ქართულ არხს სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციებზე უარი ეთქვა, პრობლემას ვერ ხედავენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ეს კიშინიოვის დემოკრატიული უფლებაა. როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არის, მათაც აქვთ ასევე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ხო, ჩვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, მათ შორის თქვენ საუბრობთ ხშირად იმაზე, რომ სხვის შიდა საქმეებში ჩარევას ემიჯნებით ხოლმე, ხო, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ინტერესი იყო მოლდოვაზე. მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის. თვითონ შიდა მოლდოვური მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიყს. ვინ არის შენი გამკითხავი ხა მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ წითელ ხა იტყვის რომ ამას დახჭობა ამას დახვეთა ამას ჩამოხრჩობა 4 ოქტომბერს მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში როდესაც მის კოლეგის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი ქალბატონმა სანდუმ სოციალურ მედიით მოუწოდა ამ მოძალადეებს რომ გაეგრძელებინათ ეს შტურმი ხარი დაუჭირა და ამითი წააქეზა ისინი შემდეგ ძალადობაზე ასე რომ ამიტომაც არის რომ როდესაც ქვეყანა პატივს არცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, ის ამბობს, რომ მას მოლდოვეთის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია, მზად არის, რომ სხვა ქვეყანას შეუერთოს მთლიანად სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას. თუ რამეზე მეტყველებს არა ამ მედიების შესახებ, არამედ თავად ამ ქვეყანაზე, მოლდოვაზე კონკრეტულად, რომელიც ჯერ ერთი საკუთარ ქვეყანაში პირწმინდად მოასუფთავა საერთოდ მედია გარემო და თუკი მათთვის რომელიმე არასასურველი მედია იყო, ყველა დახურეს ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე და მეორე მხრივ ასეთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე ასე უხეშად, ხისტად ცდილობენ მედიების შეზღუდვას სავიზო რეგულაციების დახმარებით. ასე რომ, როდესაც ზოგიერთი მოლდოვას იყენებს ხოლმე თან საუკეთესო მაგალითად თურმე კანონის უზენაესობის მედია თავისუფლებას და დემოკრატიის ცივიწყალი დალიონ და კარგად შეხედონ რეალურად რას წარმოადგენს მოლდოვა. ჯერ საკუთარ ქვეყანაში მოლდოვის ხელისუფლებამ 12 ტელევიზია დახურა. ახლა ქართულ დამოუკიდებელ ტელევიზიებზე გადავიდა. არ უშვებს კიშინიოვში, არ უშვებს რომ გააშუქონ ის მოვლენები, რომელიც მნიშვნელოვანი ფორუმის გარშემო იქნება. ეს ყველაფერი ხომ ცალსახად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც სამწუხაროდ მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება, ქალბატონი სანდუ და დანარჩენი მმართველები მოლდოვის აწარმოებენ, ცდილობა თავისუფალი სიტყვა არ გაიგოს არავინ. ტელეკომპანია იმედს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში 1 წლით მუშაობა აეკრძალა. მოგვიანებით ევროდეპუტატმა ქშიშტოფ ბრეიზამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში ვერ იმუშავებენ პოსტივისა და რუსთავიორის გადამღები ჯგუფებიც. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას არავითარი განმარტება არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით აკრედიტაციების შეჩერება ევროდეპუტატების იმ ჯგუფის მოთხოვნით მოხდა, რომლებიც მუდმივად ლობირობენ რადიკალურ ოპოზიციას და რეზოლუციებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის არიან რასა ეკუნევიჩიანი და მარკეტა გრეგოროვა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ბრიუსელი მართალის სიტყვის ჩახშობას ცდილობს. მათი განცხადებით, ევროკავშირი დღეს იბრძვის საბჭოთა მეთოდებით და ზღუდავს ყველაფერს, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო გუნდის შეფასებით, ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის ყველა ამ ცდილობას მხოლოდ ერთი შედეგი ბრიუსელში დღეს არსებული მძიმე რეალობის მხილება მოჰყვება.
ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ თავარი რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა, ეს არის გაგრძელება დიდ ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია და მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართული ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ეხლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა წკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საინტერესოა და ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა 100.000 евро იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის NGO-ები, ეგრეთ წოდებული მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩარდეს 10,000 евро, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინა, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. ვიფიქრო ამაზე, შევიტანოთ თუ არა ცვლილებები, რომ პირველი რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ მაშინ რესპონდენტებიდან, თუ კი ევროპარლამენტში ეს არის წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ და მეორე ჩვენთან პირველ ჯერზე არის ერთი თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვემდე 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე 1 წლიანი შეჩერება არის. არსებობს კარგი სიტყვა ფარისეულობა. უნდა მიხვდეთ, რა ფარისეულობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისეულობა არის ბრიუსელში, რა ფარისეულების ხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს, აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო, რომ შეეცადა რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. ერთი ხელი თავისი რეზოლუციებით, განცხადებებით და ასე შემდგომ სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ მედია თავისუფლების დაცვას, დემოკრატიის დაცვას და მეორე მხრივ თავად ასე უხეშად და ღიად და ხისტად ცდილობენ ალტერნატიული და თავისუფალი ხმების ჩახშობას. ამიტომ დღეს საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილებით დაინახა ევროპარლამენტის რეალური სახე. ის ორსახოვნება, რომელიც იყო ევროპარლამენტში და როგორც ჩანს ეს არის მათი საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. თურმე აღმოჩნდა დაინახა დღეს ქვეყანამ, რომ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ევროპული გამოცდილება თურმე გულისხმობს არა მედიების წახალისებას, არამედ პირიქით მედიების ჩახშობას. ასე რომ დღეს ამას იქით ძალიან კაპიო იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ევროპარლამენტის და იმ ევროპარლამენტარების მიმართ, რომლებიც საქართველოს უკითხავენ ხოლმე რაღაც ლექციებს მედია თავისუფლებაზე და დემოკრატიის დაცვაზე. საბჭოთა ცენზურის საუკეთესო ტრადიციებში ევროპარლამენტმა იზნაბიჯი გადადგა, რაც პირდაპირ სიტყვის თავისუფლების, ცენზურის, თავისუფალი ხმის დახშობის მიზნას ისახავს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამი ქართული დამოუკიდებელი ტელევიზიისთვის 1 წლით აკრედიტაციის აკრძალვა არის სახე დღევანდელი ევროპარლამენტის, სახე დღევანდელი ევროკავშირის, რომელსაც მართავენ არაარჩეული ბიუროკრატები, ხოლო ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები არიან მოკალათებული და იმით არიან დაკავებული, რომ ქართველი ხალხის და ქართული მედიის წინააღმდეგ მაქსიმალურად მეტი და დიდად დამაზიანებელი კამპანია აწარმოონ. ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი ევროპარლამენტის და მოლდოვის მიერ ქართული მედიის ცენზურაზე წერს. როგორც შათერიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტმა სამ ქართულ მედიას აკრედიტაციაზე უარი აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე უთხრა, რაც დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელება. ფილოსოფოსი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი თავდასხმა მედია საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არასრულებენ. შათერიშვილი წერს, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს იმედს, პოსტივისსა და რუსთავიორს აკრედიტაციაზე უარი განმარტებების გარეშე უთხრა. ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა. მორიგი თავდასხმა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატების
ცვალებებს არ ასრულებენ. რეალურად ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება Deep State-ის მიერ. ფაქტია, რომ Deep State-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყვევენ ამ მრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოს და ხალხის მიერ არჩეულნი რეალურად არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ Deep State-ის ინტერესებს ემსახურებიან. ფაქტია ისიც, რომ Deep State-ს შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს Deep State-ის გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ევროპელ ბიუროკრატიას სწორედ Deep State ნიშნავს. Deep State-ის გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამ ხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს. ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას. ასევე ხელოვნურად თავს მოხვეულ ფსევდოიდეოლოგიას, რომელიც პირველ რიგში იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. Deep State-ის გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით ერების არსებობაა დაუშვებელი ადამიანმა, არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი LGBT პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია თუ კი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს ან პირიქით. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოხვეს. ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება. ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღოს მასა, რომელიც Deep State-ს უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის Deep State-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. მედიის დაშინების მცდელობა ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე ევროპარლამენტის მხრიდან თავისუფალი მედიისთვის სანქციების დაწესებას. პირველი არხის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებების საკუთარ კონტროლის ქვეშ დაქვემდებარების მცდელობა, რომელსაც ევროპული ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სანქცირება მოითხოვეს, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ისინი არიან ის ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში კონკრეტულ დანაშაულებებს შემხილებულები და ეჭვმიტანილები არიან. მიმდინარეობს ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და თქვენთვისაც საიდუმლო არ არის რომ საკითხს ბატონი მარიუშ კამინსკი პოლონეთში მის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური საქმე და ამჟამად მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. საქმე აღძრულია ეგრეთ წოდებული ბიჭის დაკვეთის საქმეებთან დაკავშირებით. 2026 წლის 27 აპრილს ერთი თვით არ არის გასული ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ პოლონეთის გენერალური პროკურატურა მეორე საქმესთან დაკავშირებითაც ითხოვს კამინსკისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის ჩამორთმევას. პროკურატურის მტკიცებით ანტიკორუფციული ბიუროს შეფი უფლებამოსილების გადაჭარბებით მოქმედებდა ყოფილი პრეზიდენტის კვასლევსკის წინააღმდეგ. კამინსკის უწყებამ უკანონოდ გააყალბა მუნიციპალური დოკუმენტები და ბეჭდები, რათა შეექმნა ილუზია, რომ მიწის სტატუსის შეცვლის პროცესი დაწყებული იყო. დაადგინა, რომ აგენტები იყენებდნენ მოსმენებს და ოპერატიულ მეთოდებს სასამართლოს სათანადო ნებართვის გარეშე. და მიუხედავად იმისა, რომ ესაც სასამართლომ დაადგინა და პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩავარდა, მარიუშ კამინსკის უწყებამ ლეპერი წარმოადგინა არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ უკვე მხილებული დამნაშავე. საზოგადოების თვალში ბრალდება ხშირად განაჩენის ტოლფასია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას სპეცსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს. ამის შემდეგაც ლეპერის კარიერა განადგურდა და 2001 წელს ლეპერმა თავი მოიკლა. რომ 2015 წელს ვარშავა ცენტრის რაიონულმა სასამართლომ მიწის დაკვეთების საქმის გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავე ცნო უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ქრთამის პროვოცირებისათვის
სამიზნის პოლიტიკური ნიშნით შერჩევისათვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუგზავნა. ეს კამისკია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომელიც ითხოვს ჩვენს დასაქცირებას. ეხლა მალგოჟატა გოშევსკა. მალგოჟატა გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერ კამპანიაში და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი აი 23 წელს ივლისში ევროპულ ექიმთა ჯგუფი რო ჩამოვიდა და სინამდვილეში პოლონელი მედიკოსები იყვნენ, რომელთაც პროტოკოლის დარღვევით ფარულად აიღეს ბიოლოგიური მასალა, გახსოვთ თქვენ რომ მოიპარეს, მაგრამ ეხლა ვნახოთ მას რა ძიე პრობლემები აქვს საკუთრივ თავის ქვეყანაში. 2026 წლის დასაწყისში წელს პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაციამ დაასრულა მასშტაბური შემოწმება, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 100 მილიარდ ზლოტზე მეტი ღირებულების დარღვევა გამოავლინა და მათ შორის ერთ-ერთია პოლონეთის სეიმის დეპუტატის, შემდეგ სეიმის მარშლის მოადგილის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის მალგოჟატა გოშევსკას საქმე, რომელიც პოლონეთში განიხილება არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც სადეპუტატო რესურსების არასათანადოდ გამოყენების ტიპური მაგალითი. 4 წელი პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე აირჩიეს თავმჯდომარე და გამგეობის განახლებული შემადგენლობა. შეაჯამეს ორგანიზაციის მუშაობის შედეგები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. ჩემი კოლეგა თეკლა ბესტაბაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქალთა ორგანიზაციის რიგით მესამე ეროვნული კონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ღონისძიება სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და აქტიურ ქალებს აერთიანებდა, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სწორედ დღევანდელ ღონისძიებაზე შეირჩა რეგიონის გამგეობების განახლებული შემადგენლობა და ასევე აირჩიეს ორგანიზაციის თავმჯდომარე. უკვე მესამე ვადით ორგანიზაციას კვლავ ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე შეაჯამეს ორგანიზაციის ორწლიანი მუშაობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონის გამგეობების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები. აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლის გაძლიერება როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა პროფესიული და კარიერული მხარდაჭერა. დიდი პატივია ჩემთვის, რომ მესამედ ამირჩიეს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ჩვენ გამგეობაშიც გვაქვს განახლება, რიგი წევრები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მინდა მათ წარმატება უსურვა. ჩვენი გამგეობა შედგება როგორც დეპუტატი ქალებისგან, ასევე მინისტრი, რეგიონული წარმომადგენლები, ყავს წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალს წარმოადგენს, ასევე თბილისის საკრებულოს. ეს არის საკმაოდ მასშტაბური ქალთა გაერთიანება, რომელიც თითქმის ყველა წარმოადგენელს გულისხმობს თავის თავში. დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ შევაჯამეთ გასული 2 წელი, რადგან ჩვენი რეგლამენტის მიხედვით სწორედ ჩვენი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებაც უნდა მომხდარიყო და ამავდროულად განახლდა და თავიდან იქნა არჩეული გამგეობა და ორგანიზაციის თავმჯდომარე. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ჩვენს რეგიონებში. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც მიმართული იყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, იმაზე რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა შეძლოს სკრინინგ პროგრამებით სარგებლობა, ასევე მათი ეკონომიკური გაძლიერება, სტარტაპ პროგრამების დაწყება, რაც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ქალთა ორგანიზაცია იყო აუცილებლობა, დღევანდელი გადმოსახედი და განსაკუთრებით კი ვგრძნობთ მის მნიშვნელობას, მის აუცილებლობას, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ქალები ერთად ვიკრიბებით, ერთად ვიხილავთ თუნდაც პრობლემებს, ხვდებით ძალიან ბევრ ქალბატონს, ხვდებით ისეთ ქალბატონებსაც, ვისაც აქვს საჭიროება, რომ მას გვერდით დაუდგეთ და პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაცია 6000-ზე მეტ ქალს აერთიანებს. დღეს ორგანიზაცია 4 წლის იუბილეს აღნიშნავს და სწორედ თარიღთან დაკავშირებით რიგით მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. მადლობა პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტაბაშვილი საუბრობდა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოს სამხარაძე, იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარი შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას. ნიკოლოს სამხარაძემ იტალიელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში არსებული მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისევე როგორც შუა ერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში. ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე, მათ შორის თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზეც. ხაზი გაისვა იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართსირთულეების დაძლებასა და საქართველოს ევროკავშირს შორის ღია დიალოგის აღდგენაში. იტალიურმა მხარემ საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისთვის და მათ შორის იტალიისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და დაუჭერენ მომავალში საქართველოსა და ევროკავშირის შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას, მათ შორის კრიტიკულ საკითხებზეც და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ იტალიელ კოლეგებთან, სენატორებთან განგვიხილა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომელიც ერთი მხრივ უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ევროპის, ევროკავშირის, ისე საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და ფართო რეგიონის მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომელიც მათ შორის ვითარდება ახლო აღმოსავლეთში. 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღენიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. საღვთო ლიტურგიას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად დილის 11 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობით უმაღლესი შეფასება აქვს. კვლევას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს. საქართველოსთან ერთად უმაღლესი შესრულება აქვს მონტენეგროსაც, 10 კანდიდატი ქვეყანა შემდეგი ინდიკატორებით შეფასდა: კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლის უნარი, რეგულაციებისა და კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ასევე შეფასდა სისხლის სამართლის, მართლმსაჯულების და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობა, რაც მოქალაქეებსა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. მართლმსაჯულების ნაწილში სახელისუფლება გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველოს წარმატება, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დასტურდება. რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ შეფასებას, პარლამენტის თავმჯდომარე მსგავსი კვლევებისა და არაერთი სხვა ფაქტის მიუხედავად საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებებზე საუბრობს. აღარ ვიცი უკვე თავს რატო იწუხებენ ისინი კვლევით, ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი. იციან რომ რასა იუკნევიჩინი, რასაც იტყვის, ის არის სიმართლე, მორჩა. ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როდესაც იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან რომ მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო რომ თეთრი არის შავი. არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელ ბრიუსელთან ჩვენ დღევანდელ ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რაიმე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ესაა ჩვეულებრივი ცივად გათვლილი
პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვს, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა. ეს ხაზს უსვავს არა მხოლოდ იმას, თუ სამართლის თუ კანონის უზენაესობის სამართლებრივი რეგულაციების ნაწილში საქართველოს ადგას, არამედ მეორე მნიშვნელოვან ნაწილს, როგორ ხდება კანონის აღსრულება, როგორ ხდება კანონის უზენაესობის დაცვა და ცხოვრებაში გატარება იმ სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც შეიძლება იყოს კონსტიტუციაში, კანონებში, კანონქვემდებარე აქტებში. ამით და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მთავრობის ეფექტიანობას, სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანობას. იქ სადაც შესაძლებელია თვლადი განზომილებით იყოს კონკრეტული შეფასება გაკეთებული საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირთან აფილირებული კვლევითი ორგანიზაციებიც ვერაფერს ვერ აწყობენ და სიმართლეს და იმ რეალურ მდგენელს ჩვენი ქვეყნისა აუცილებლად მოათავსებენ ხოლმე შესაბამის დოკუმენტში. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ობიექტური განხილვის პირობებში საქართველოს როგორც წესი მოწინავე ადგილს იკავებს შესაბამის კვლევებში, ხოლო სადაც პოლიტიკური მდგენელი შემოდის, რა თქმა უნდა, არის ზღვა ცილისწამება, სიბინძურე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართ, არის სამწუხაროდ დღევანდელი ევროკავშირის ხელწერი. კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმება შტატებსა და ჩინეთს შორის მიღწეულია. ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მთავარი საყრდენი სწორედ თანამშრომლობა იქნება, რაც ხანგრძლივ სტაბილურობასა და მშვიდობას მოიტანს. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად ღია უნდა დარჩეს. გარდა ამისა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზებიც განიხილეს. ისტორიული შეხვედრა პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის დღეს გაიმართა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება. ვაშინგტონთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა სი ძინპინმაც. ჩინეთის პირველი პირის თქმით, ვაშინგტონი და პეკინი ყოველთვის პარტნიორები იყვნენ, მან ასევე შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ერთგულია ჩინეთ-აშშ ურთიერთობების სტაბილური, ჯანსაღად და მდგრადად განვითარებაზე. მე შევთანხმდი პრეზიდენტ ტრამპთან ჩინეთ-აშშ-ის შორის სტრატეგიული სტაბილურობის, კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების ახალ ხედვაზე. ეს უზრუნველყოფს ჩინეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას მომდევნო 3 წლის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში და კარგად იქნება მიღებული ორივე ქვეყნის ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა ნიშნავს პოზიტიურ სტაბილურობას, სადაც თანამშრომლობა მთავარი საყრდენია ჯანსაღ სტაბილურობას კონკურენციასთან სათანადო ფარგლებში, მუდმივ სტაბილურობას მართვადი განსხვავებებით და ხანგრძლივ სტაბილურობას მოსალოდნელი მშვიდობით. ჩინეთ-აშშ-ის შორის სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება სლოგანი არ არის. ეს ნიშნავს ერთი მიმართულებით ქმედებებს. გუშინ ჩვენმა ეკონომიკურმა და სავაჭრო ჯგუფებმა ზოგადად დაბალანსებული და დადებითი შედეგები მიიღეს. ეს კარგი ამბავია ორი ქვეყნის და მსოფლიოს ხალხისთვის. ორმა მხარემ ერთობლივად უნდა შეინარჩუნოს ის კარგი იმპულსი, რომლის შესაქმნელადაც დიდი შრომა გავწიეთ. ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ გააღებს კარს. ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესი ღრმად არის ჩართული ჩინეთის რეფორმებსა და გახსნაში. ჩინეთი მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთში ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა. შეხვედრის ნაწილს შეერთებული შტატების მრავალი უმსხვილესი კომპანიის ლიდერი შეუერთდა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგიის თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ასევე ნათლად გამოხატა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის მიმართ და გამოთქვა ინტერესი მეტი ამერიკული ნავთობის შეძენის მიმართ, რათა მომავალში ჩინეთის დამოკიდებულება სრუტეზე შემცირდეს. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 6 პირი დააგავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლები პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთგიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, გამომშრალი მარიხუანა, კოკაინი და მეთადონი. ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ბაზნები ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების და ასევე მითითებული ადგილებიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულებს შორის არის უკრაინის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ისნის რაიონში გადაადგილებისას ჩვენ მიერ შეჩერებული იქნა გადამოწმების მიზნით. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 24 შეკვრად დაფასოვებული მეთადონი, რომლის რეალიზაციასაც ბრალდებული სავარაუდოდ დადების მეთოდით გეგმავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამალაბორატორიო მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობპროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, კახეთის ქიმიოექსპერტიზის ლაბორატორიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტების ISO 17025-ის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიების კომპლექსური შეფასების პროცესი ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრმა ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიებში დანერგილია ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც პირდაპირ აისახება საექსპერტო დასკვნების მეტსანდოობასა და სიზუსტეში. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აგრძელებს სამუშაო პროცესის სტანდარტიზებას და საგამოძიებო სისტემის განვითარებას. დღეს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების, ნიადაგის და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის ლაბორატორია მიიღო აკრედიტაცია, ასევე ექსპერტიზის ლაბორატორიებმა მიიღეს აკრედიტაცია კახეთსა და აჭარაში. აღნიშნული სტატუსი ხაზს უსვამს, რომ ლაბორატორიებში დანერგილია თანამედროვე სისტემები, რაც უზრუნველყოფს საექსპერტო დასკვნების მაღალ სანდოობას და სიზუსტეს. მინდა აკრედიტაციის ცენტრის სახელით მიულოცო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიებს ეს აკრედიტაცია დამატებით სფეროში და აღვნიშნო აქვე, რომ საკმაოდ დინამიურად ვითარდება აკრედიტაცია ზოგადად კრიმინალისტიკურ დეპარტამენტთან დაკავშირებით. პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება ბრალდებულებისთვის აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომლობით სასამართლოს კანონით დაადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულები კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და სისტემატიურად ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, განიხილავდნენ მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს. იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ბრალდებულთა ნაწილი მონაწილეობდა ფინანსურ მაქინაციებშიც. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და სისტემატურად ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. ბრალდებულები როგორც ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ. იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინეთ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მჟავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება გრიგოლ ვარდოსანიძის ბრალს, რომლის თანახმადაც მან ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაარღვია, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა. გრიგოლ ვარდოსანიძეს 2019 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც გამოირიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოირიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის შადენის ფაქტი. კერძოდ დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ვარდოსანიძე არ მართავდა ავტომობილს შეჯახებისას, არამედ იგი იმყოფებოდა წინა მარჯვენა მგზავრის სავარძელზე. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მას ჩაედინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მისი უფლებების არსებითა დარღვევის შესახებ და უახლოეს მომავალში მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა. იმჯერეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ზურა პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის 4-ვე სეზონის მიმართულებები გააცნო. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდა. ჩვენი ჩართულობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ბიზნესის ხელშეწყობა, ბიზნეს ფორუმების გამართვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ხელშეუწყობს საოჯრო ბრუნვის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ასევე რეგიონალურ ჭრილში თანამშრომლობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აჭარის ავტონომურ რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომურ რესპუბლიკას შორის. შესაბამისად, ძალიან დიდია ინტერესი რეგიონთა შორის ურთიერთობის. ახალი ამბები 16 საათზე ამით დასრულებული ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს ნახვამდის.